გამოდექი ავი. ერთი რაღაც გეხუბნე და უნდა მომჭრა თავი. წლების განმავლობაში რომ იუმორი ფორმასა და ზომას იცვლის, ეს შეგვიძლია ქართულ მაგალითზე თავისუფლად ვთქვათ. თუ კი ოდესღაც ვიღაც იუმორინაზე გულიანად იცინო და შემდგომში კომიკოსთა სია საგრძნობლად შეივსო, გაახალგაზრდავდა და უკვე ისე მოძლიერდა, რომ კომედი კლუბის ბიჭებმა არხის შექმნას კი გადაწყვიტეს და იდეას ისრულეში მოიყვანეს. პირველ დეკემბერს გავიდა ეთერში და დღეს რა დღეა? გარიცხვია 11 მგონია 11 ანუ 10 დღეში უკვე მოხდა ისე რომ საკმაოდ დიდი რეიტინგი გვაქვს და დაიწყებ? რავი, დავიწყებ. დაიწყეს საერთოდ. ეს არის ჩემი აზრით ბუნებრივი მოვლენა, იმიტომ რომ მაყურებელი არის პრეტენზიული, კარგი გაგებით პრეტენზიული. ყველას რა თქმა უნდა არ მოეწონება და არც იქნება კარგი, მაგრამ აი ცუდი არის საერთოდ რო არ დაწერენ კომენტარებს, აი მე შეიძლება ითქვას რომ ძალიან ცუდია. ავატარის პრემიერაზე ვიყავი, ავატარი რო გამოვიდა. მაყურებელი იყო ერთ-ერთი, რომელიც გამოსვლის დროს მეგობარ გოგონას ეუბნებოდა, რომ ეს რა მულტფილმზე მოვედითო. და ანუ მე ამას კი არ დავცინი, ამასაც აქვს არსებობის უფლება, ეგეთ აზრს და ეგეც კრიტიკა არის. კომედი არხი. კომედი არხი ჯერ 2 კვირისაც არ არის. თუ აქამდე არ გადაგირთავთ, გამორიცხულია Facebook-ზე დაშერებული ქართული განგნამ სტაილისტვის მაინც არ მოგეკრათ თვალი. ვერ გეტყვით იამაყებდა თუ არა კორეელი საი კლიპის ნახვის შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ-კორეული პროექტი საკმაო პოპულარობით სარგებლობს, თუნდაც მხოლოდ აი ასეთი კადრების გამო. მცირე რიცხოვანი და დიდწლოვანი ერი. ეს დიდწლოვანი მე ვთქვათ, რომ მცირე ისე არ მიიღოს დაკნინებად ხალხმა. საილ არის ინგლისური. Sexy baby კი არა. Sexy lady ზოგადად, ანუ სექსუალური ქალბატონი, ხო? ისიც ის ყველა მთელმა მსოფლიოდან. ჩვენ ეგეთი ფრაზები არ ჩაგვირთავს ამ კლიპში, აქედან გამომდინარე კონკურენციას ვერ გავუწევ და ქართველები რამდენები ვართ? 5. აი 5 მილიონი რო იყოს, უკვე ნორმალურია რა, არ მინდა მეტი. ჩვენ აი 5 მილიონი ნახოს ვარაუდობთ. თუკი რადიო ფორტუნა პლუსის სტუმრები ახალი თაობისათვის ერთობ კარგად ნაცნობი ალეკო მალხაზიშვილი და ოთო ლომთაძე იყვნენ, რადიო არ დაიდარდოს ეთერს, ცოტა უფროსები ჩაუსაფრთებოდნენ. ვია 75 თუ ეს სახელი არაფერს გეუბნებათ, ესე იგი თქვენი მშობლების დროინდელი ამბებით და მით უფრო მათი საყვარელი მუსიკით დიდად არ ინტერესდებით. 1975 წელს რობერტ ბარძიმაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილმა ჯგუფმა ბოლო ალბომი 1983-ში გამოუშვა, თუმცა მათი ვარსკვლავი სულ რაღაც 1 წლის წინ გაიხსნა. ჩემს აზრით წარმატებით შეერა ყველაფერმა. აბსოლუტურად სიმართლე გითხრათ, თუ მაინც ასწავლეთ ასეთ დონემდე მიაღწევდა ამ პატარა პერიოდში. რა თქმა უნდა, ახლა არ გვინდა აფშორების დაკარგვა, გვინდა რომ ეს განვავითაროთ კიდე. ბევრი ახალგაზრდა მაგალითად დამიკავშირდა ქუჩაშიც, რესტორანშიც, ისედაც ასე ვთქვათ, სოციალური ქსელებითაც და გამოხატეს თავიანთი კარგი ასე ვთქვათ დამოკიდებულება. 21 საუკუნეში პროტესტი ალბათ უფრო დრედების გაკეთებით და დახეული ჯინსებით ესმით, მაგრამ სადღაც 80-იანი წლებისათვის პროტესტის ყველაზე კარგი იარაღი მუსიკა იყო. მით უმეტეს ის მუსიკა, რომელსაც სწორედ ეს ბენდი ქმნიდა. ამას კი საბჭოთა კავშირში შესაბამისი სანქციები მოსდევდა. არასოდეს ადამიანი, რომელსაც დავშოთ შეუძლია თქვას, რომ ჩვენასაც თავის დროზე უმღერია პარტიაზე, კონკავშირზე, ლენინზე, კომუნისტური რაღაც ღონისძიებებზე, მაგრამ იცოდნენ რომ ჩვენ ვარს ვეტყოდით. კი, აკრძალული იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პერსონ საბჭოთა კავშირის ეპოქაში მაშინა ეგ უცხო სიმღერები სხვა ანსამბლებს უშლი. ერთი კონდა ფილარმონიის დარბაზში და სცენაზე ამოვიდა, რომ გაეჩერებინა. მართალია ვია 75 კარგად ნაცნობი, მაგრამ ძველი დროის ჯგუფთა სიაში შედის. თუმცა თუ ბენდის წევრები პირობას შეასრულებენ და 2013 წლისათვის მართლაც რაიმე ახალს შემოგთავაზებენ, რატომაც არა. მათ როგორც მინიმუმ 80-იან წლებ გამოვლილი ჩვენი მშობლები ძველი კეთილი დროის მოსაგონრად მაინც მოусმენენ.